პროდიუსერი კერემ ჩათაი. ღმერთო, სულ გაგიჟდა ეს ხალხი. რეჟისორი ნისან აკმანი. საინტერესოა ნეტა ვინ არის? აშკარად კარგი ბიჭი ჩანს. მაგრამ რა დასანანია? მოტოციკლიდან გადმოვარდა. კარგად ვარ. ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ გადმოვარდნა ვსწავლობდი. ასე სპეციალურად მოვიქეცი. ვარჯიშობდი. შემთხვევით არ გადმოვარდნილ ვარ. არა, მე უბრალოდ შემეშინდა რომ არაფერი მოგსლოდეთ. გამიკვირდა ჩაფხუტიდან თავი რომ გამოჩნდა. მეგონა არავინ იყო. ნეტა ვინ არის? ლამაზი გოგოა. თუმცა თავის ზედმეტაჭკვიანი გონია. Gezinden o mu acaba? შემთხვევით ის ხომ არ არის? იგივე მოტოციკლია. ის არის. Akıllı işmiş. სულ გაგიჟდა. Kendini durup ამ ბორცვებზე მოტოციკლის სიარული სად გაგონილა? თავი მომბეცა, თავი. ხომ რა ფეიტკინე? რომის აღდგენა შეუძლებელია. მართლა გადმოვარდი? შემბრალ. ნუ ბრასტ. სამაგერო ცოცხალი ხარ. მოტოციკლზე ძვირფასი არაფერი მებოდა. კარგი. რადგან გადარჩი მაშინ წავა. როგორ დაწყდა საბრალო? ნდები ჩანებულია. არასდროს შეხვედრია. ჩემ გამო როგორ შეტყუხდა. მის ციკლში ჩაგვდა ტიტული მომენტია. უკვე მეორე შემხდენ გზაზე. ნეტა მithotვალებს თუ დამხვევა. motoru da bozuldu. მოტოციკლი დაემძრა. Bir daha kim bilir ne zaman. კიდევ როდის ვნახავ? ის მოტოციკლი მისთვის ყველაფერი იყო. რა დასანანია? რა მომნუსხველი მზერა აქვს. ნეტა ჩვენებურია თუ ვინმესთან სტუმრად ჩამოვიდა. ამასაც ახლა მომუნდა დამტვრევა, თორემ უკან დავედევნებოდი. დავეწეოდი და სახელს ვკითხავდი. ხო. ფესტივალზე შეჯიბრი იქნება. იქნებ ისიც მოვიდეს. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? შეიძლება შეყვარებულიც გიყავს. ასეთი ლამაზი ბიჭი იოლის აპოვნელი არ არის. ზემო დასახლებისკენ გაემართა. იქნებ იქ მომეძებნა. ვინ იცის შეყვარებულიც ყავს? ნამდვილად ეყოლება. ასეთ ლამაზ გოგოს. ისე ვინ დატოვებდა? Kaç gün oldu? რამდენი დღე გავიდა და ისევ მასევ ვფიქრობ. Adını bile განა შეიძლება უცხო ადამიანი მოგენადროს, როცა მისი სახელიც კი არ იცი. მისი ლამაზი თვალები არ მომდის თავიდან. ყველგან მის სახეს ვხედავ. ჭკუა აღარ მომეკითხება, ღრუბლებში დაუფრინავ. ასეთი რა მიქენი? ამდენი დღე რატომ ვერ გივიწყებ?
თვალებს? შეჯიბრი რომ არა ჩემს ბადეში გაებმებოდა. ცოტა დარჩა. შეჯიბრს მოვიგებ და ვიპოვი. კარგად ხარ? რას აკეთებ? შეიშალე? ტრასაზე რას აკეთებ? რას მიყურებდი? ყურადღებაც არ გაგიფანტებოდა. გზაზე არ გადამირბენია. ჩემ საქმეზე მივდიოდი. რა ვქნა? ასეთი ვარ. ლამაზ გოგოს ყოველთვის ვუყურებ. ექიმს მოვიყვან. ცუდად გამოიყურები. მოიცა. იმედი მქონდა დღეს გნახავდი, მაგრამ ასე არა. ერთხელ მაინც დაგელაპარაკო ფეხზე დამდგარი. ფეხზე დგომა გიჭირს. ყოველთვის მიწაზე წევხარ. როცა ვხვდებით, როგორ ჩანს მოტოციკლზე ჯდომაც გიჭირს. ყველგან შენ მეჩვენები. შემდეგ ვიხედები და არ ხარ. დილით გაგვიძება არ მინდა, რადგან იმედი მაქვს, რომ სიზმარში გნახავ. აშკარად ტვინის შერყევა გაქვს. ალბათ ავი დაარტყი, რადგან ასე ლაპარაკობ. წავალ, ექიმს მოვიყვან. ახლა სახელი მაინც მითხარი. იქნებ შენ მოსვლამდე მოვკვდე. ასიე. ექიმთან ნუ წახვალ, ასიე. ვეღარავინ მიშველის. Aman yetiş, geç kaldım. სწრაფად გვაგვიანდება. ილიას. კარგად ხარ? კარგად ვარ, კარგად. მოიცა. მიდი. ამ ბიჭს ილიასი ქვია? ტრასაზე შეშლილივით რატომ გარბოდი? შეიძლება კითხო ამ სულელურ სპორტს რატომ მისდევ? სპორტის სამსახეობას დიდი ჭკუა სჭირდება. შენ კი ჭკუის ნაკლებობის გამო სულ ეცემი. რაც არის წინ უამბობ. მთავარია მოტოციკლზე ჯდომა შეგეძლოს. ეს მესმის. მაგრამ რამდენჯერაც გნახე სულ მიწაზე იყავი. ესე იგი მოუხერხებელი ხარ. ღმერთო ჩემო. ასე რატომ ელაპარაკები? რა შენი საქმეა? როგორ თუ რა ჩემი საქმეა? შენ გამო ავარიაში მოვყევი. შანსი ხელიდან გაუშვი. იცი ეს მოტოციკლი რა ღირს? რაც მთავარია ჩემი არ არის. ახლა როგორ მოვიქცე? შენ რა სხვა საქმე არ გაქვს? მოტოციკლით რას დაკრიხარ? მოზარდებიც კი არ იცევიან ასე. ეს რა ინტელექტუალური შეჯიბრია? სპორტია? საცხოვრებ. ამ დასახლებაში? მომისმენე? ჩემი ძმა პოლიციელია. ჩივილს თუ აპირებ არ გირჩევ. ვისვე მუქრები. გული ისე მიფეთქავს, რომ მგონია გამისკდება. საჩივლელად კი არა. შენ სანახავად მოვალ. გონი მოვკვდები თვალებში თუ კიდევ ჩავხედავ. ასიე. ილიას. დაჯექი. საით? მუდანიაში. მონაწილეებისთვის უეულებას მართავენ. მნიშვნელოვან ხალხს გაგაცნობ. მიდი, დაჯექი. ბიჭებო, თქვენს წამოდით.
ჩემს ბიჭებს მისამართი კითხეთ. მანქანა გყავთ? ყავს, რა თქმა უნდა. კარგი, წავედით. აქ რა ჯანდება გვინდა? სისულელეს ნოლაპარაკობ ძმაო. მიმოიხედე, სოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები შეიკრიბნენ. ნაღების საზოგადოებაა ძმაო, ნამდვილი სამოთხია. შეხედე. ძმაო, ყველაფერი გავარკვიე. იცი ქალბატონი ჰელენი ვინ არის? ილალ მოტორსის მეპატრონია. საუკეთესო ფირმის მოტოციკლების ყველაზე მსხვილი იმპორტიორები არიან. როგორც იქნა იღბალი შემხარესაა, ქალმა თვალი დაგადგა. ო, ნამდვილად ასია. სისულელეს ნოლაპარაკობ. ხალხს როგორც სპორტსმენი ისე მოვწონვარ. მიხვდა რომ ამ საქმით შეპყრობილი ვარ და დახმარება გადაწყვიტა. მაგრამ მისი დახმარებითაც შევძელი საქმის გაფუჭება. ნეტავ შენი სპონსორები გახდნენ. ჩემნაირ სპორტსმენს, რომელიც იდიოტურ შეცდომებს უშვებს, სპონსორები არ ყავს, გასაგებია? ამიტომ მორჩით ლაპარაკს და აქედან წავიდეთ. ეს საჩვენო ადგილი არ არის. ასე რომ წავიდეთ.